ყველა ვიცით, ერთი წლის წინ ამ რეჟიმმა როგორ დაწამლა ქართველი ხალხი, პირველი შემთხვევა 9 აპრილის მერე, როცა ქიმიური არაღია გამოყენებული, ეხა ისეთი დაბნეულები არიან. ჯერ ერთმა ყოფილმა მინისტრმა თქვა, რომ ვიყიდეთო, მერე მეორე თქვა, არა, ნაციონალური მოძრაობის დროს იყიდესო, მერე არა საერთოდ არ გვიყიდეო. ვერ დალაგდნენ ამ მესიჯებში, იმიტომ რომ ძალიან დიდი შიში აქვს ამისი. ესეთი ტიპის დანაშაული, რომელიც არ უნდა დაშეს დაურჟელი, ალბათ ბევრი არ ექნება ჩადენილი ამ ადამიანებს და იციან რომ ამასთან დაკავშირებით დასავლეთის რეაქცია იქნება ძალიან მკაცრი. ძალიან მკაცრი რეაგირება და ნელა-ნელა მეგობრებო, ვაშინგტონ პოსტში სხვადასხვა მედია საშუალებებში ეს იწერება და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენ პოზიციონირებას და რაც შეიძლება ჩვენ იცით რომ შაბათობით დავაანონსეთ დიდი დემონსტრაციები და ეს დემონსტრაცია ამ საკითხს მიეძღვნება და 7 საათზე ძალიან ბევრი ადამიანი შევიკრიბოთ ბოდიში ფილარმონიასთან და მაქსიმალურად შეეცადეთ რომ ვიზუალურად ამ თემას რაც უკავშირდება დაწამვლას თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ ესეთი ტიპის ატრიბუტიკა გქონდეს რა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამის ჩვენებას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც და საერთაშორისო თანამეგობრობისათვის რომ ამ რეჟიმზე ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდეს. ეს არის ესეთი საკითხი რომელიც საიდანაც ეს საერთოდ არ უნდა ჩამოვიღოთ და ბოლომდე უნდა მივხვეთ. და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა ადამიანი ვინც დაზარალდა ღიად ისაუბროს ამის თაობაზე და ამაზე არაერთხელ ითქვა ჩვენი პარტიული ორგანიზაციების მხრიდან რომ სამართლებრივი დახმარება ექნება ესე ცდილობენ ამ სულში გამოძიების დაწყებით რაღაცა სულსხავი ეფექტი თითქოს ამ ხალხმა თავი შეიკავოს მაგრამ ყველა უნდა ილაპარაკოს. ესეთი ტიპის დანაშაული არ უნდა დარჩეს დაურჟელი. ამიტომ სულსული რეჟიმი